სად მით? პანამურ UFC-ზე. ხო? სწორად თქვი? ხო. Καλამაზი. მადლობა, შენ ძალიან სუპერი. არ ვიცი რატო ქართული მუსიკა პანამაში UFC-ს ჩემპიონატზე. ფეხბურთელი ქმარი ყავს ხე შენი მე ეხა ხილბას ნაუსი წავიდა. მოვედით სპორტ პლაზაში პანამურ UFC-ს უნდა უყუროთ. ამ ღონისძიებაზე ჩამოდიან ნიკარაგუიდან, კოსტა-რიკიდან, კოლუმბიიდან მებრძოლები და აქედან ხდება შერჩევა UFC-სთვის მებრძოლების. ანუ ნორმალური ივენთია. შესვენება მოვიწყვეთ მე და გუგა კიდევ 10 ბრძოლა დარჩა თუ 11 რა 9 აქედან გამომდინარე რამეს შევჭამთ აი ესეთი ფუდკორტია ეს არის ჩემი პირველი დასწრება ბრძოლის ჩემპიონატზე წარმოდგენაზე და სხვათა შორის სულ მქონდა ეგ შევეჭილება რომ აი ხალხი როგორ მიდის როგორ უყურებს რომ ერთი ადამიანი მეორეს ცემს მაგრამ ნელ-ნელა დავიწყე მეც ყურება UFC-ს რაც ქართველები გამოდიან არც ერთი ის არ გამომიტევებია და უკვე სხვებსაც უყურებ ჩამას და ეგეთ უცებს და მოკლედ დღეს აქ პირველად ხედავ ლაივში და არ არის ეგეთი ისეთი შეგრძნება რომ უუდარად ცუდი ანუ ხალხში იმდენად ისეთი ენერგეტიკა რაღაც ძლიერი და საინტერესო რომ მომწონს აი ამ მოწნაწილი რომ არ რამდენიმე წუთის რაც მოკლედ ეს არის ჩემი მოგზაურული აზრი ორთაბრძოლაზე აი ძალიკები ვარ ჩვენო გამომწერება თუ არ იცით იცოდნენ რუსული სიტყვის გამო ნუ გამკითხავთ ელენე ისეთი აღფრთოვანებით უყურებს როგორც სისხლიანები ერთმანეთს მე არ მეგონა რომ ესე მოეწონებოდა ანუ ერთად კი გვინახავს ტელევიზორში და ქართველები ჩხუბობენ მაგრამ აშკარად სიამოვნებას იღებს ჩამო ხოდა მოკლედ აი ახლა შევჭამთ ამ ნიუ-იორკის ჰოთ-დოგს, ოღონდ პანამაში შეიძლება გემოქონდეთ ჰავაისი, კოკა-კოლას დავრავთ, მართალია გვიან არის, მაგრამ პარასკევია და ძალიან იშვიათად გამოვდივართ მე და უკა პარასკევებით და ზოგადად საღამოს სახლიდან და ამიტომ რატომაც არა, კოკა-კოლა და ჰოთ-დოგი მაინც ვჭამთ, ხო? ესეც ნიუ-იორკის ჰოთ-დოგი. კოკა-კოლა სამიჭერ? Gracias. გუგას მეგობარი შევქთა, რომელიც თურმე რესტორანში ყოფილა ჩვენთან ისე რომ არ ვიყავით. შედარებით ახალი მეგობარი და ძალიან მომეწონა საჭმელიო. ეხლა
მოგემოვნებთ ერთი როგორი იქნება ეს ჩვენი ხელსახოცი ნიუ-იორკის ჰოთ-დოგი. სხვათა შორის 2 დღეა კრეივინგი მაქვს იმის რა ქვია ჰოთ-დოგის და ელენე ისეთი აღთოვანებით უყურებს და ისეთ სიამოვნებას იღებს არ მეგონა რომ ესე მოგწონდა უბრალოდ ვინმეს რო გულშემატკივრებდეთ ბევრად მაგარი იქნებოდა ეხა ისე ვარ რომ სულექცია მოიგებს მაგმებდოს გულშემატკივრებს რა თქმა უნდა ვინც სოციალთან ერთად შენი სამეცნიერები გითხარია? მომეწონა მე. ხო. შენი რეაქცია გამიკვირდა რომ ესე მოგეწონა. მე მგონი მებრძოლი ვარ და მოცეკვავი მგონია თავი. ელენეს ძალიან მოეწონა ეს ჭუბები და გამოაცხადა რომ ვარჯიშს ვიწყება. შემიყვანეთ მეც. MMA-ზე დაწყება უნდა ვარჯიში. გამიჭირდება? არ მინდა ფეხბურთელი ქმარი ყავს ხე შენი MMA შენი მუშტების არა რამეს ვივარჯიშებ მოკლედ მე ძალიან მომეწონა პირველ რიგში პანამისთვის ძალიან კარგი ორგანიზებული იყო ძალიან ნორმალური კონტინგენტი იყო და მაგარი ჭუბები იყო ძალიან ხო მოკლედ მაგარია და ეს არის ჩვენი პარასკევის აღამა პანამაში წავედით სახში მაქსიმუსთან ეხლა მოვედით ჩვენი ერთ-ერთი პირველი თანამშრომლის ვალერიას საქმროს შეჯიბრებაზე ბოქსიორია უნდა უგულშემატკივრად და მე წავალთ ლამროში აჭარულების საჭმელად იყავით ჩვენთან Hi. What's your name? Angel. Grace. Helen Kuga. Where are you from? Georgia. Country. Hello. ეს არის ანტონი და მას უნდა უგულშემატკივრად რომ მოიგოს. Hello, my name is Anthony. Hi, Georgia. არის ადგილი? Masa. ჩაგიჭდები მეც? ო, არ ცხელა. კი. ძალიან გცხელა და ვისაც გულშემატკივრად
ის იბრძვის მე-10, ეხლა არის მეორე ბრძოლა და ცოტა ხანი დაველოდებით მანქანაში. Რამდენი გრადუსია? 33 და გაითვალისწინეთ, რომ ორი ოკეანიდან უბერავს წყალი თუ როგორ თქვა. არის ნესტი არის ძალიან მაღალი რა. სახლების ფიშკებს გავერო, მეტყობა. აი აქ რა გავაჩეროთ? არა, გაჩერე. არ გინდა რომ ის ვიდეო ვიგოთ. 9 ჩხუბი ძალიან დიდი ხანი გაგრძელდა. წამა დავლიოთ. ამ მაგისიან მოიგო წითელმა. კი. ისე საცხოვრებელ უბანს დაგათვალიერებინებთ. აი ეს არის სადღაც იმასთან ხო ვარ, ნასწეროც ხო? არა, გავს უბრალოდ. ეს არის სტანდარტული კერძო სახლები პანამა სიტიში ერთსართულიანი. აი ნახეთ როგორი არის და რაღაც აქ საშუალო ფენა ცხოვრობს ხო ძირითადად. ეხლა კოსტედელესთან ვართ ხო? ახლოს მოკლედ რამე ცივს ვიყიდით. ვალერიასაც ხო ვერ წამოუღოთ. მაგასაც უყვარს რაღაც ყინულებიანი მაჩა და რა. ვალერიას ჩვენი მეგობარი ვინც არის ვის შეყვარებული ჩხუბობს, იმას უყვარს მაჩა ყველით. ჭამა ისე უყვარს, რომ მაჩა უყვარს ყველით და ვალერიასაც აუცილებლად გაგაცნობთ, ჩვენ ბევრს არ შევჭამთ ეხლა საერთოდ ალბათ, იმიტომ რომ მე ლამრაში დავადგით თვალი აჭარულხა ჭაპურს, თან უნდა შევამოწმოთ ხარისხი. ხო, დავარდა ხარისხი და მოკლედ ხო, ეხლა ვიყიდით რამე გამაგრილებელს. სანამ გოგა ცივწყალს მოიტანს, მოგიყვებით ყველაზე დიდი სირთულე რა არის ჩვენთვის პანამაში ცხოვრებაში. გარდა იმისა, რომ ნოსტალგია აქვს, ესეთ რაღაცებზე არ ვისაუბრებ. ყველაზე დიდი მინუსი პანამის არის კლიმატი. თავიდან იდეაში ეს იყო ჩვენთვის ყველაზე დიდი პლუსი, რატომაც საერთოდ გადავწყვიტეთ, რომ მოდი დავრჩეთ ორივეს გვიყვარს ზაფხული და რა კარგია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იქიდან გამომდინარე, რომ მე და გუგა ორივე ცხოვრობდით 4 სეზონის ქვეყნებში, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს სეზონური ცვლა. ჩვენთვის ანუ ჩვენი ორგანიზმისთვის, იმიტომ რომ პანამაში კლიმატი არ შეცვლილა, უბრალოდ რაც უფრო დრო გადის და აქ ვცხოვრობთ, უფრო გვიჭირს და უფრო გვცხელა. თვითონ პანამელებისთვის ეს არ არის პრობლემა და ისინი დადიან ჩვეულებრივად ქუჩაში ხალხი 3-4 საათზე შუადღის დარბის და სეირნობს. ანუ ვინც აქაურია, იმათთვის ეს არ არის პრობლემა, არც ეს ტენიანობა, იმიტომ რომ შეჩვეულები არიან და ჩვენი ორგანიზმი კიდე არ არის შეჩვეული ამ დოზით, ესე ვთქვათ, სიცხეში ყოფნას და აი უკვე ძალიან გვცხელა რა. რომ ჩამოვედით, მაშინაც 30 გრადუსი იყო მთელი წელი, ეხლაც ეგრეა, მაგრამ ეხლა უკვე აი გაუსაძლისია და მაგით მოგწონს ძალიან კოლუმბიის მთიანი ნაწილი, რომ ჩადიხარ და არის 20 გრადუსი და ძალიან გრილდები და კარგია, შეიძლება მაგის გამო მოგვეწონა ესე ძალიან საერთოდ აქედან რაც წავედით, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირთულე, რაც ახლავს თან ტროპიკულ ქვეყანაში ცხოვრებას. წყალი მოვიდა, მე გახსნილი მომეც. შენ არც მაქსიმუმს ისე. არა და ცივწყალს არ ვსვამ, იმიტომ რომ მე შუბტები. დამავიწყდა და ყოჩო. იგონებს რაღაცები შუბტება. იმას ცხელ წყალს. ბიჭედი არ მეტევა ხოლმე რომ მიგარ. ეგ აჭარულების ხშირად დატესტვა რომ იყვარს მაგის. აჭარული რამდენი ხანი არ მიჭამია. სამაგიერთ სხვა რაღაცები მიჭამია, მაგრამ მოკლედ მე შუბტები ვერ ვინალებ. აჭარული ერთი კვირა არ უჭამია, იმერული ჯანაცო. როდი? საათი შორის მე არ ვიცი, იმერული უფრო მიყვარს მაინც ვიდრე აჭარული. არა, აჭარული რესტორანს. დღეს აჭარულის დღე გვა? მე ხაჭაპურს თუ ჭამ აჭარულს ჭამ მოჭამ. თან ცომი ჭამა და თან დაახურავ თავზე. შენი აზრით ენტონი მოიგებს? კი, ჩემი აზრით უაჭროა. აი, დაკა. დაცხელა.
Squid. არა უშავ. გუშინდელს ესჯობს. ორი დღეა hot-dogs ჭამე და აჭარულზე მიდიხარ. კაია გუ 4 ცალი hot-dogi და 2 კოკაკოლა $15, ხო? ანამისთვის ნიაკია. აჭარულის ხოთზე იქნები კიდე? მეტერ საათში. Diego Sandoval, que tiene una esquina de lujo ahí con Juan Mendovalista. Now next fight, yes, I think. This and the next. Yeah, after this fight. გაიცანით ეს ჩვენი პირველი თანამშრომელია ვალერია. ვალერია, say hi to Georgians. ვალერია არის ჩემი ფავორიტი თანამშრომელი. What is your favorite food at Lamro? Kebab. Okay. Eso. Están llevando completas bolsas de comida. Además de eso, un pavo cada uno de ellos. La foto que le toma mi amigo Ricardo Tomlinson a cada uno. Team Anthony. Es medalla, las sonrisas y los aplausos de todos ustedes. A ver con la fotito. Eso. Eso. Métese eso. Eso. Let's go! Ganador, el peleador de la esquina. Roja. Carta la que a pedirle a peleador internacional Víctor Nicaragüense de Panamá. Javier Hernández. მეგობრებო, ეხლა პროდუქტების ყიდვის დროა. მე და გუგა მთელი კვირის მარექს ყიდულობთ ხოლმე შაბათ-კვირას და ეს ჩემი ბლოკნოტია, სადაც მაქვს სია პროდუქტები. შიგადაშიგ დაგათვალიერებინებთ სუპერმარკეტსაც და ფასებსაც გეტყვით რაღაც პროდუქტებზე. შეიძლება იყოს საინტერესო ეგეც. ან კომენტარებში დაგვიწერეთ ზოგადად რა გაინტერესებთ პანამაში ცხოვრებაზე და ვეცდებით რომ TikTok-ის ფორმატში მაინც ჩავწეროთ ვიდეოები. სადღაც არის ალბათ კარფური დონის ესე ვთქვათ სუპერმარკეტი ფასების თვალსაზრისით, არა ისე მე მგონი ბევრად სუფთა და მოწესრიგებულია ყოველ შემთხვევაში ჩემი პირადი აზრით. კარგი. პირველი სექციების მიხედვით დავიაროთ, იმიტომ რომ მე ერთხელ ვარ აქ ნამყოფი და ზუსტად არ ვიცი ყველაფერი სადაც რა იყიდება. იქ მოდი ვნახოთ რა გებს კვერცხი. დელდია არის ძალიან ნორმალური, კარგი ფირმა, პანამური და ღირს $2.12. რა ღირს აქ? $3. მართლა? ღორი არ გვინდა. მოდი შენ რიგში რო იყო აქ და მე მოვიტანო რაღაცეები. იბატონო, და ხორცი რა გვინდა? შენ რასაც ამზადებ ხოლმე ეგეთი და მაქსიმუსისთვის აიღე კარგად რა. ფარში რაღაცა, ხო? კარგი. აქა ვარ, მოგაკითხავ. ხო იცი არ დაგტოვებ. ერთი იოგურტი შემიყვარდა ძალიან, იოგურტები საერთოდ არ მიყვარს. ეს არის ბრენდი ჩობანი, არ ვიცი მანდ იყიდება თუ არა. ბერძნული იოგურტი არის ვანილით. და კიდევ რომელიც მომწონს ამეთი არის ქოქოსის ფლეივერით და აქ ერთ $2 და 3 ცენტი თითო. საკმაოდ გემრიელია. საკმაოდ კი არა, თან გემრიელია იოგურტები.
არ მიყვარს და თან კონკრეტულად ეს ორი ცალი ზუსტად ვიცი რომ zero sugar აქვს. ეს არც ესე ვაკეთებთ ხოლმე. გუგა იღებს კალათას, ხორცეულს იღებს და მე დანარჩენ რაღაცებს ვიღებ და მიმოხს კალათაში. ეხა ხილბასნაულში წავიდე. მე ჩემი სით აი ბურგერის კატლეტები აქაც ყოფილა. სოუსებში წავალ. სხვა შორის აი როგორც მაგალითად ქართველები გამაყო ჩვენით ისე ამაყობენ პანამელები თავიანთი ანანასით და პანამა არის საუკეთესო მომყვანი ანანასის ყველაფერში იმართებენ მოკლედ. სხვათა შორის ერთ-ერთი ყველაზე ძვირიანი ინგრედიენტი ლამბეროს კერძებისთვის, ტყემლისთვის, ანუ არის აკაური ქლიავი, აკაური კი არა და ქლიავი, რომელიც მოდის ან ჩილეში, ან ამერიკაში. ზოგადად არ არის აქ ქლიავის კულტურა. სირუელა ქვია ესპანურად და ნუ აქ არ არის ტყემალი, ამიტომ ვაკეთებთ სირუელეთი. ჩვენს ტყემალს ძალიან გემრიელია, უბრალოდ ძალიან ძვირი ღირს. ეს ერთი შეფუთვა არის არასრული 1 კილო და ღირს 7 და 99, ანუ $8, რაც სხვა ესე ვთქვათ ხილთან მიმართებაში ძალიან ძვირია. ამერიკულს არ ვყიდულობთ, იმიტომ რომ არაფრის გემო არ აქვს და აი ჩილედან რომელიც არის ეხლა მე რაც განახეთ მაგას სახლისთვის ვყიდულობ და ძალიან გემრიელია. მოკლედ ესეთი ნორმალური სიტუაცია ამ სუპერმარკეტში, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, პანამა ძვირია ზოგადად, მით უმეტეს მის მეზობელ ქვეყნებს თუ შევადარებთ და არც თუ ისე ბევრი შიდა წარმოების პროდუქტი აქვს და ესეც განაპირობებს თვითონ პროდუქტების სიძვირეს და გაძვირებას და ჩვენ რაც ჩამოვედით, ანუ უკვე მესამე წელია აქ ვართ 2023 წლის მერე პროდუქციაზე ფასებმა მოიმატეს დაახლოებით 25%. ეხლა უნდა განახოთ კარტოფილის ვარც ვიცი რა დავარქვარ, ნაირსახეობები, რაღაც მოკარტოფილო ტიპების, არ ვიცით როგორ ხმარობენ, სალათებში ogვითხრეს და რაღაცა соусებს ვასხამთ, ну ბოლოში იმბირია, გასაგებია და იქ ვყვახი, მაგრამ აი ეს ყველაფერი არის რაღაც ამათთვის დაახლოებით, აი კარტოფილსაც ხმარობენ, მაგრამ კარტოფილის ჩამნაცვლებელი. თან ტელეფონი არ მაქვს, გუგას ადავინე და რომ ეს უმძიმესი რაღაცა გამატარებინოს. დაგემშვიდობებით, ახლა გუგას ვიპოვნი და წავიდეთ. დღევანდელი დღე თითქმის დავასრულეთ, მაგრამ სახლში გუგა გააკეთებს ბურგერებს და თუ ხასიათზე იქნება გადავიღებთ მაგასაც, მე უნდა გავაკეთო გენერალური დალაგება, არა მათ ჩავდა გენერალური დალაგების დღე უნდა მქონდეს, ჩვენ დამლაგებელს ფეხი აქვს, სუდაც დაიწვა და მოკლედ ისეთი საგამოგვეხსნება სახლური, ხო, ჩემი Reverse Monday-ის კალამი კი ნაღამდამჩა. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ეს ვიდეო არ დასრულებულა, დღევანდელი დღე ან დასრულდა, ან არა, იმიტომ რომ არ ვიცით როგორ ხასიათზე ვიქნებით სახლში, მოგვინდება ჩაწერა თუ არ მოგვინდება და ხვალ რამე განსაკუთრებული გეგმა გვაქვს? გარდა იმისა, რომ ესპანური უნდა გავიმეოროთ, ორშაბათს ვაგრძელებ. ამას ჩვენი კვირა დღეს დავლა ესპანური გავიმეოროთ. ორშაბათს ხო ჩამანიშნე. ხვალ და მე თავი დამაჯერე. კაი. მაგრამ ის ვიდეო ჩავწეროთ, რაც მოიფიქრა. ხვალ ალბათ უფრო chill დღე გვექნება, აუზი, სახლი, ესპანური, მე კონტენტზე ვიმუშავებ, რაღაცებს ვიბუჯურებ ბლოგზე და თან განახებთ. მე გადავიღე. შენი ვარჯიშა, მე არ ვიხარ ვარჯიში. მეზარება. ვიბლი. სახლში.
ხო, სანამ მეიზე შევალ და რა კითხვებიც გაქვთ პანამაზე, ჩვენ ცხოვრებაზე, ბიზნესზე დაწერეთ კომენტარებში და ჩავწერთ ხოლმე ან ლაივ ვიდეოებს გავუშვებთ, ან ესეც vlogs გავაკეთებთ ხოლმე 2 თვეში ერთხელ, 3 თვეში ერთხელ იმის მიხედვით თქვენ როგორ მოგეწონებათ. ეს არის უკანა გზაზე მეგონა რომ სახში რომ მოვიდოდი აი ყველაფერს დავავადებ და რა ძალიან გავიწი ამდენი საათი მიგზაზე არ მაქვს ხოლმე როდის ვიყავი ამიტომ სარეცხი სასშრებში შევყარე სარეცხით შევყარე მოვაწესრიგებ საძინებელს მაცი გადავყარე ნარჩენები ხორცებს დავანაცვლებ ცალ-ცალკე და მოვჩები დღეს დავატოვოს იმიტომ რომ ძალიან დავიწყო დღეს მაქსიმუმ ეზოში ჩავიდეთ მაქსიმუსის გასაყვანად, თორე სახლიდან არ ვიყირებ დასვლა და მოკლედ სულ ეს იყო ჩვენი ვიკენდი, ჩვეულებრივი. ვეცადეთ რომ ის ვენახებინა როგორ არის რეალურად ჩვენი ვიკენდი და არა ის რომ YouTube-ს რისი ნახვა და მოლოდინი და ახლა ნახეთ ველური გული. ვაუ, მაგარი.